საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბროდად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბროდად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას ავალებდა. მისი მითითებით, აღნიშნულ ბრძანებაში არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითება ხდებოდა, რომლებსაც პერიოდულად ფულადი დანამატი ერიცხებოდათ. თუმცა აღნიშნული პირები რეალურად დაცვა-გაცილების ღონისძიებაში არ მონაწილეობდნენ, რითაც არსებითად დაერქვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში ინფორმაციის უკანონოდ გადამოწმებისა და მიწოდების სანაცვლოდ ქრთამის სახით 400 ლარი აიღო. დაკავებულებს ბრალდება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის გამორჩენის მიზნით მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბროდად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის, მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბის ჩანაწერის შეტანისა და ქრთამის აღების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.